შეიძლება თუ არა ლოცვის დროს ტელეფონში ჩავიხედოთ და ზემი სურე, ანუ სურა ფათიჰას შემდეგ საკითხავი სურა ტელეფონიდან ვიკითხოთ. არ შეიძლება. რადგანაც ეს არის ისეთი საქმით დაკავება, რაც ნამაზის შიგნით არ არის. ანუ რაც ნამაზის მოქმედებად არ მოიხსენება, ისეთი საქმით დაკავება არის ეს. და ეს ნამაზს მოშლის. თუ ადამიანმა არ იცის სურა დამატებით სურა, რომელიც უნდა იკითხოს ფათიჰას შემდეგ, მას შეუძლია მხოლოდ ფათიჰათი იკითხოს. მხოლოდ იმ მოკლე სურეებით, მოკლე დუებით იკითხოს, რაც იცის და პარალელურად ნამაზის გარეთ ამათ სწავლაზე, დაზეპირებაზე ივარჯიშოს და იმუშაოს. ერთი სურა დაიზეპირა, ვთქვათ, ქევსერი, ინა აატაინაკელ ქევსერ. დაიზეპირა ერთ-ერთი ყველაზე მოკლე სურა არის. ყველა მუხლზე შეუძლია ეს იკითხოს და ამით ილოცოს. პარალელურად მეცადინეობს მომდევნო მეორეს დაზეპირებას. როდესაც მეორეს დაიზეპირებს, უკვე ყველა მუხლზე ქევსერს აღარ იკითხავს, შეჰმატებს მეორეს. მესამეს, მეოთხეს და ასეთნაირად ნაბიჯ ჩამოაყალიბებს მის ნამაზს და დაამსგავსებს ისეც, როგორც ასრულებდა შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ და მისი საჰაბეები. თორემ ნამაზის შიგნით ტელეფონი დავიკავოთ და ვიკითხოთ, ეს არ შეიძლება, ეს ნამაზს მოშლის.